როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გრძნობებზე. დღეს სავსე მთვარეობაა, ამიტომ ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ უმეტესობა ძალიან გრძნობი არის და ემოციურია. ვნახოთ, გადავამოწმოთ დღევანდელ ენერგიებში მისი გრძნობები. ჩემი აზრით, გრძნობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნოთ, თუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. და ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი არხის განვითარებისთვის. მისი მთავარი ემოციები თქვენს მიმართ ნახოთ, მისი მთავარი და აქედან მე გავშალოთ, ეს არის ყველაზე მთავარი. ვაუ. ამას არ ველოდი ახლა მთავარი კოშკი. ნუ კოშკით საერთოდ ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ახლა აქედან და იქიდან რო აქანებს გეგონება ბებიაჩემ იცოდა აცხონოს ღმერთმა ორპირი ქარია ბებიაო და რაღაცნაირად ანუ არ იყო ძალიან სასიამოვნო ეს ყველაფერი და თვითონ ეს ურთიერთობა ზოგადად რო ვიმსჯელოთ შეიძლება კი არა დესტრუქციულია, მაინც კოშკია და დღევანდელ რეალობაში შეიძლება იყოს ძალიან დიდი უსიამოვნება თქვენ შორის და უკვე ეს სიყვარული წვავდეს ყველაფერს. წვავდეს ხო, ზოგჯერ სიყვარული წვავს და სამწუხაროდ ვერაფერს ვერ იგებს. ესეც ხდება ხოლმე. ამიტომ მისი მთავარი ემოცია ახლა არის რომ დავაკონკრეტოთ ბრაზი. ესეთი ენერგიებიც მოდის, რომ რაღაცნაირად ყველა გზები დამწვარია და ძალიან აწუხებს ეს გრძნობა, მთლიანობაში აწუხებს. მე მოდი მინდა დავაზუსტო რა გაწუხებს ყველაზე მეტად, რომ უკვე გააქვს მაინც ეს გრძნობა მიუხედავად ყველაფრისა თუ რომ გააქვს თუ რომ აქვს, რა თქმა უნდა, რომ აქვს. საქმეს იმაშია, რომ აი ნახე ისეთი სიტუაცია შეიძლება ურთიერთობა არ იყოს ისეთი მყარი, სტაბილური, სულაც არა და გრძნობა არის ეს მომენტი აწუხებს ადამიანს, რომ გრძნობა მაქვს, ვარ ბრასში, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ურთიერთობა მაინც არ არის სტაბილური და ფაქტიურად ჩამოშლილია. აქ მოსალოდნელია ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილებები, ძალიან უსიამოვნო საუბარი და კონკრეტულად ეს ეხება თქვენს ურთიერთობას. აქ ან ყველაფერი გადაწყდება, კი, ან არა. იმიტომ რომ უკან დასახევი გზა არ არის და სიყვარული არსებობს, მაგრამ არც გადაარჩენს. მაგრამ თუ გადაარჩინა, ნუ ნახა ყველაზე ვერ ვიტყვი აი ზოგადი გაშლა და ვერ ვიტყვი მართლა ესე. მაგრამ თუ გადაარჩენს ძალიან ცოტა, მოდი ვთქვათ 100%-დან 40% შეიძლება შეეხოს, რომ გადარჩება სიყვარულით, მაგრამ მთლიანობაში სიყვარული ახლა თქვენს ურთიერთობაზე არ მუშაობს სამწუხაროდ. ანუ მოდი დავუსვათ შეკითხვა, ეს ურთიერთობა შენ გინდა თუ არ გინდა? უნდა. მაშინ რაშია საქმე? აი რაღაცნაირად ისე აღარ არის ყველაფერი როგორც მას სურდა. არ არის ის ჰარმონია, ის მსუბუქი ენერგიები, ყველაფერი გართულდა მოკლედ. ამ სირთულეში იმდენად შეიცვალა თვითონ, რომ გაღიზიანებაც აქ. იცი, ვერ ვიტყვი, რომ როგორია, იცი, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ძალიან სიღრმისეული ფიქრებიც აქვს და მარტყოფნა ურჩევნია, რომ ყველაფერზე იფიქროს, ნიშნულობაზე იფიქროს საერთოდ მისი ცხოვრების, ამ ურთიერთობის მარტოობას ირჩევს. შეიძლება მის გულში იცხოვროს სიყვარულმაც, ბრაზმაც, შერეულმა ემოციებმაც, მაგრამ როგორც ასეთი გამოვიდეს და ყველაფერი თქვას ისე როგორც საჭიროა და შეინარჩუნოს ურთიერთობა სტაბილურობისკენ, ამისთვის ჯერჯერობით მზად არ არის და ეს შენარჩუნება ყველა ვარიანტში ახლა მაინც ზოგად გაშლებში ვერ წვდით პერსპექტივებს, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე ასე შენარჩუნება მისი ემოციური მდგომარეობა. მაგრამ აი გულში ყავხარ. მაგრამ მის გულში რაც ხდება, მარტო მან იცის. არც ერთმა არ გაამართლეთ ერთმანეთის მოლოდინები.
მე არ მინდა თქვა, რომ თქვენ ხართ მართალიანი, ის არ არის დავნაშავე, ანუ ასე არ ვამბობ. უბრალოდ მას მისის სათქმელი და სიმართლე აქვს თქვენი. და მთლიანობაში გამოვიდა ისე, რომ დღესდღეობით სიყვარულს არ ექცევა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგანაც აქ გაგებასთან გვაქვს საქმე. გაგება არ მოხდა და მიმღებლობა ამ ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია შენთვის ეს გოგო, ვინც გიყურებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კი. თავისებურად, აი, რატომ მოდის ეს ძალიან გამაღიზიანებელი ენერგიები, თითქოს აქვს ისეთი რამ სათქმელი, რაც ვერ თქვა თავის დროზე. კარგის თქმა ახლა არ უნდა, რაღაც ძალიან დიდი საყვედური, რაღაცა უნდა ამდაგვარი რომ გითხრას. და უფრო ის გაღიზიანება მოდის, რომ იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, ხო? როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, მისი გულიდან მაინც არ ხარ წაშლილი და ძალიან დიდი კვალი გაქვს დატოვებული. თქვენთან ბრძოლა დასრულებულია, ასეთი განაცხადი აქვს. წაგებულ მდგომარეობაში გრძნობს თავს. მაგრამ რაღაცნაირად ეს წაგებული მდგომარეობა არ მიაჩნია წაგებულად და არც გამარჯვებული ემოციები არ აქვს, მაგრამ აი აღიარებს, რომ აღარ შემიძლია, არ მინდა მეტი დავიღალე. და არ აქვს იმის სურვილი, რომ რამე დაგიმტკიცოს, რამე გაჩვენოს და მოგცეს ის ადგილი მის ცხოვრებაში, რომელსაც შესაძლოა შენ იმსახურებ. იმიტომ რომ გიყურებს, რომ მის გარეშეც შეგიძლია დაიმკვიდრო თავი, მის გარეშეც იყო კარგად, ნორმალურად, როგორც შეგიძლია ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ეს და თან ეს ყველაფერი აბრაზებს შინაგანად. რჩევა თქვენთვის. კი რამე მიზნები გაქვს, აი ზუსტად ის როა, რომ ახლა მიზნები დაისახო და იმუშაო ზუსტად ჩემს სურვილზე, რომელიც ძალიან დიდი ხანი გინდოდა და ამოკვიატებული აზრები რო არის რაღაცნაირად, აი რო იწვი შენი სურვილებიდან, შენ შეგიძლია გადადო ახლა ეს ურთიერთობა, ეს პირადი და ყველა ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია გარემო გამოიყენო სწორად და განახორციელო შენი გეგმები, ოღონდ აუცილებლად დრო არ უნდა დაკარგო და დღესვე დაიწყო. ან წერა, ან ჩამოყალიბება სურვილების. მე ჩემი მაგალითით გეტყვით, რომ დასაფიქრებელია ყველა სიტყვა, ყველა ფიქრი, იმიტომ რომ ყველაფერი მიხდება. მაშინ არ ვაქცევდი ყურადღებას და ახლა მართლა დაოსტატებულად ვიცი ზუსტად რა როგორ გაუშვა. რა როგორ თქვა, ან არ თქვა, რომ ზუსტად ის მივიღო, რაც მე მინდა მაქსიმალურად, რაც ჩემზეა დამოკიდებული. თორემ მე ის არ მინდა ვთქვა, რომ ღვთისნება, ნაღიმატება ეს ჩემი სწორი მიდგომა. არა, ღვთისნება დიდებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ის ჩვენი თავისუფალი ნება და ნიჭი და ეს ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში, თხოვებით.